კაი, მე მგონი მზად ვართ, ხო? კიდია კომენტარები ნახა 3 წუთასაც. მოკლედ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია აი ამ ჩაფხუტის ვიდეოს განხილვამ ზოგადად მაგ იდეამ და კიდევ ერთხელ ძალიან მადლობა მინდა პიცტოპ-მოტოს გადაუხადო ესეთი მაგარი საჩუქრისთვის რომელიც გააკეთა თქვენთვის ერთ-ერთი ჩვენი მაყურებლისთვის და მოკლედ ეხა დადგა ეს სანატრელი დღე რომელსაც ველოდებოდით ამდენი ხანი ისტორია იყო ესეთი რომ წინა ორშაბათს ვაპირებდით იდეაში გათამაშებას თუმცა ნუ ქვეყანაში არსებული მოვლენებიდან გამომდინარე ვიფიქრეთ რომ არ იყო მაგისი დრო რომ ეხა ჩაფხუტებზე გვეზე იმა და ამის გამო გადავდეთ ზუსტად ერთი კვირით დღევანდელ დღემდე. თუმცა, ნუ დღესაც რო გადაგვედო, იმიტომ რომ არაფერი არ არის რეალურად შეცვლილი ქვეყანაში და ისევ იგივე სიტუაცია არის ყველანაირად და კიდე რო გადაგვედო, უბრალოდ ნუ აი რავი, აღარ ვცქონდა მაგის სურვილი რა, ამიტომაც მოდი დღესვე გამოვავლინოთ ის ერთი ბედნიერი, რომელიც გახდება აი ამ ჩაფხუტის მფლობელი. აქვე თქვენთან ერთად ლაივი არის, ეხა ჩართული, მიშაც იღებს პარალელურად და შემდეგ უკვე ვიდეოს როცა დავდებთ, დავამონტაჟებთ და განახებთ ამ გათამაშებიანად გამარჯვებულსაც შევხვდებით და გადავცემთ კიდეც ამ ჩაფხუტს და შესაბამისად ყველაფერი ერთ ვიდეოში ჩაეტევა. ეხა მოდი ბარემ დავიწყოთ და დიდხანს აღარ მოგაცნეთ, ნელ-ნელა უქნათ ეს ჩვენი ამბავი. მოკლედ. მოდი აბა ნახოთ აქ მოიწიეთ ცოტა. გალბატონი მარიამი არის ოპერატორი, ერთი მეორე ოპერატორი არის ბატონი მიხეილი. კიდე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის რომ ამდენი კომენტარი იყო, ეხლა ნახავთ მაგასაც რამდენი კომენტარი იყო და არც ერთი არ იყო რაიმე უარყოფითი სახის კომენტარი რა და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ყველა ძალიან წარმატებებს გვისურვებდა და ძალიან დიდი სიყვარულით გვეფერებოდნენ. მოკლედ ყველა მაყურებელს და ყველა ადამიანს ვის დაგვიკომენტარა ძალიან დიდი მადლობა და ეხლა დავიწყოთ მაშინ ეს პროცესი ბარემ. აქ ეს არის ეს ვიდეო ზუსტად. აი აქ ხმა მაქვს უბრალოდ გათიშული. სად არის აი ჩაფხუტი. აი ეს ჩაფხუტი არის ზუსტად ეს, რაც ეხლა დაბლოგ ვიდეოს. ეხლა მოდი ვქნათ ესეთი რაღაც. აი აქ ვიღებთ ამ ლინკს. copy და წერტ აი აქ. აქ ეხლა ამ წუთას მონიშნული გვაქვს დუბლირებული კომენტარების წაშლა, ანუ ერთი იუზერიდან მხოლოდ ერთი კომენტარი დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრმა დაწერა სხვადასხვა კომენტარები ერთი იუზერიდან, მაგის მიუხედავად დარჩება მხოლოდ ერთი კომენტარი. სულ საერთო ჯამში იყო 420 და რაღაცა კომენტარი და ეხლა ამბოგდებს რამდენი უნიკალური კომენტარი იყო. ეს არის 320 კომენტარი არის უნიკალური, სულ იყო 435 კომენტარი, ანუ 135 იყო, არა 115 იყო გამეორებითი. 320 კომენტარიდან, აბა, მზად ხართ დავაწვე? გნათ? კარგი, ვაწვევთ. აბა, ნახოთ ეხლა, ჩამოვწიოთ ეს ცოტა დაბლა. ლუკა B5661 ულამაზესი ჩაფხუტია. აჰა, ძმაო, გილოცავ, ლუკა, არ ვიცი ვინ არის. ლუკა ბიჭა, აბა გადავიდეთ მის გვერდზე. მოდი ბარემ ვაჩვენოთ ესეც ლუკა ბიცა ბივა, არ ვიცი როგორი იკითხება ბი რას ნიშნავს, არ ვიცი, მაგრამ კითხოთ ეს რას ნიშნავს. მშვენიერია. კარგი, მოკლედ აი ამ ბიჭმა ლუკას ულოცავ, რა თქმა უნდა, ამ ჩაფხუტს და 2 დღის განმავლობაში ახლა ლუკასთან უნდა მოვახდინოთ როგორმე კომუნიკაცია, თუ უყურებ ლუკა ამ ვიდეოს შეგიძლია გამოგვეხმაურო, მოგწერო Instagram-ზე, ან მე ან შეგიძლია უბრალოდ YouTube-ზეც მოგწერო, არ არის პრობლემა, ან დაგვიკომენტარო, მოკლედ როგორმე გავიდეთ ერთმანეთთან კავშირზე და ამ 2 დღის განმავლობაში დავგეგმოთ როგორ შევხვდებით ერთმანეთს, სავარაუდოდ პიცტოპ-მოტოში მოგიწევთ და მობრძანდები და მიიღებ შენს კუთვნილ ჩაფხუტს. მოკლედ აქვე ერთი ნიუსიც მინდა ვთქვა, რომ აუცილებლად გადავამოწევთ ლუკას აქვს თუ არა ჩვენი YouTube არხი გამოწერილი და პიცტოპ-მოტოს Facebook page-ი აქვს თუ არა გამოწერილი. ნუ ეს ყველაფერი წინასწარ იცოდით, რა თქმა უნდა, ყველამ და იმედია ესე იქნება. თუ ესე არ იქნება და რომელიმე არ ექნება გამოწერილი, სამწუხაროდ მოგვიწევს ლუკას ჩახსნა და კიდე თავიდან ვიზოთ ამ ყველაფერს, მაგასაც რა თქმა უნდა ისევ live რეჟიმში. მოკლედ ჯერჯერობით ეხა ამ წუთას ყავს ლუკა გამარჯვებული, არ ვიცი ვინ არის, გავიცნობთ ამ 2 დღის განმავლობაში, იმედია თბილისში იქნება ეს ბიჭი და აი ამ ჩაფხუტს უმშვენიერეს და ულამაზეს ჩაფხუტს მიიღებს საჩუქრად. ამ ყველაფერსაც გადავიღებთ და შემდეგ ვიდეოში განახებთ ამ ყველაფერს. კიდე ერთი პატარა ნიუსიც მინდა გითხრათ, რომ 3000-მდე ძალიან ცოტა აკლია გამომწერი და 3000 გამომწერზე კიდე ერთ პატარა გათამაშებასაც ვიზავთ აუცილებლად და მაგასაც დაელოდეთ. მოკლედ, წინ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ლუკა გილოცავ კიდე ერთხელ აი ამ ულამაზეს ჩაფხუტს. აბა დროებით. 3:28 AM
Салам, მეგობრებო, მოკლედ შევიკრიბეთ ახლა Pit-Stop Moto-ში. გუში როგორც უხუნეთ, გავათამაშეთ ჩვენი ულამაზესი ჩამხოთი გაბერგის და ჩვენმა ერთ-ერთმა გამომწერმა ლუკა პიცაძემ მოიგო ეს ჩამხოთი. გუში ხალხს შორის YouTube-ზე როცა ვნახე, გადავედი მის page-ზე და ეს ბივი ვერ მიხდი რა იყო თურმე პიცაძე ყოფილა, მოკლედ ლუკა პიცაძემ მოიგო, ლუკა პიცაძე არის აი ამ ჩამხოთის მფლობელი. ეხლა ჩვენთან არის მოსული კაკას, დავიკონტაქტეთ, შევხმიათით და დავიბარეთ მოვიდა Pit-Stop Moto-ში და ლუკა, თუ შეგიძლია ორი მობრძანდი. გამარჯობა კიდევ ერთხელ. ლუკა, ჩვენი მეგობარი, ჩვენი გამომწერი, რამდენი ხანს დაგისმე რა პირველი რამდენი კომენტარი ხოდა დაწერეთ? ერთ მარტო ერთი კომენტარი და ვიცი ძალიან ბევრი, რომელსაც ბევრი კომენტარი ქონდა. ბევრი კონკურენტი ყავდა ძალიან 435 კომენტარი იყო სულ და 320 დარჩა ინდივიდუალური რა, მაგედან ერთი იყო შენი და ამ ერთი კომენტარის გამო ახლა შენ შემოწმაო, აგერ არის შენი ჩამხოთი. შეგიძლია გახსნა ნახო ხო ნამდვილად ეგ არის ყოველ გატყობები. გილოცა მოკლედ ფილმი არის. ფილმი არის. იყო არასდროში რომ მიდია და მართლა ძალიან მაგარი, კარგად დაგამახსოვრდება ესე იგი. მოტოციკლეტი რა ყავს მითხარი? ჯერჯერობით გავყიდე ახლა Yamaha FZ-ი. აჰა, მშვენიერი. პირველ შაულის ნინძა 400-ი. კავასაკის ხდები ესე იგი შენ. გილოცავთ, მაუს უშიდობითი არა, გამოგადგება მე მგონი ეგ ჩამხოთი. ხო, მაყურებელს აუცილებლად უნდა უთხრათ რომ გადავაგვიწმენ ნამდვილად ჩვენი YouTube page, ჩვენი YouTube არხი და Pit-Stop Moto-s Facebook page-ი გამოწერილი აქვს ლუკას. და მოკლედ გილოცავ კიდე ერთხელ და სულშვიდობით გელოს და კავასაკისთან როცა შემოგივა შეგიძლია დაიფარო ეს ჩამხოთი და გამოგივა რომ მე კარგად წარმატებები ალბათ ჯიგარი. ესე იგი, მოკლედ პირველი გათამაშება ჩვენი page-დან შედგა, ძალიან კარგი ადამიანო მოიგო, გამიხარდა ძალიან რომ მოიგო ეს ჩამხოთი და ერთი კიდე რაც მინდა თქვა ის არის რომ 3000 გამომწერა და ძალიან ცოტა გვაკლია 3000 გამომწერზე არანაკლებ ამ ჩამხოთისა რაიმეს გავათამაშებთ აუცილებლად და ადევნეთ თვალყური ჩვენ page, ჩვენს ვიდეოებს და აკომენტარეთ, გამოგვიწერეთ YouTube-ზე და წინ ბევრი ძალიან საინტერესო სიახლეები გველოდებათ. აბა დროებით.